გასაგებია, რომ ჩვენ შეიძლება შევდგეთ როგორც საზოგადოება, მაგრამ ძირითადი ნაწილი ჩვენი მოსახლეობისა არ არის მზად იმისთვის, რომ იყოს საზოგადოება. ის ამ პრობლემას ვერ გრძნობს, როდესაც მას 5 ლარს თუ 20 ლარს უხდიან რომელიმესკენ ხმის მისაცემად და მისთვის ეს სულ ერთია. იმიტომ კი არ არის სულ ერთი, რომ მას ოპოზიცია არ მოწონს, ან მიშა მოწონს, იმიტომ რომ საერთოდ სულ ერთია. აქ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და სრული პრობლემაა მე მგონი საზოგადოებაში, ვიდრე ის, რომ დღეს მე ზუსტად ვეთანხმები 50,000 თუ იყო და თუნდაც 10,000 ეს ცოტა არ არის. თავარია ის ადამიანები რისთვის მოვიდნენ, თვითონ იყვნენ ნაწყენები, თუ თვლიან რომ ის რაც იყო შარშან 7 ნოემბერს ამის კადრება არ შეიძლება ნორმალურ სახელმწიფოში. თუ აი ამის გამო იყვნენ, მაშინ მე მივესალმები და პატივსცემად, ვინც იყო მოსული, თუნდაც ეს ყოფილიყო 10 ადამიანი. იყო შარშანდელი 7 ნოემბერი, პრინციპში ხელისუფლებამ ბევრჯერ თქვა, რომ ეს იყო გაკვეთილი ბოლო კვირების განმავლობაში პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს იყო გაკვეთილი ყველასთვის და ეს აღარმა განმეორდეს. აი, შესაძლოა იყო ეს ჩვეულებრივი მიტინგის დარბევა, ხოჭო განმავლობაში არაერთხელ მოგიცნენია, რომ მსგავსი ფორმით მიტინგები არაერთ ქვეყანაში ირბევა. არ ვიცით რა იქნება წლების შემდეგ როგორ შეფასდება ეს ყველაფერი, მაგრამ მოდით თქვენს ნებართვით იმ ადამიანებს დავუშვათ შეკითხვას, ვისთვისაც 7 ნოემბერი პირადი ტრაგედიაც იყო, მოდი ესე ვთქვათ, დღეს ვინი ამბობდა სტუდიაში შემოსვლისას, რომ მან ტელეკომპანია იმედში დღეს გაიარა ის გზა, რაც 7 ნოემბერს გაიარა. ამდაგვარი ხო? შარშან რა ხდებოდა ამ დროს იმედში, მოდით რაღაცა არ ვიცი ლირიული გადახოვა დავარქვათ თუ როგორ გავაკეთებთ, გავიხსენოთ შარშანდელი 7 ნოემბერი, რა ხდებოდა ამ დროს ტელეკომპანია იმედში. Залполукидзе. მოგესალმებით ყველას. სანამ დღევანდელ აქციაზე ვიქნანამდე მოკლედ. რა ხდებოდა არაფერი არ ხდებოდა პრინციპში. ჩემთვის რა არის მოდი ასე თქვა 7 ნოემბერი. მე ჩემთვის არის აი როგორ გითხოთ. ვისოცკის აქვს ხაზა ერთი სიმღერა შევფიქრობდი ეს დღეები რა არის 7 ნოემბერი ჩემთვის. ქართულად ბევრნაირად შეიძლება და ვისოცკის გარითმულიც ქონდა. Я не люблю, когда мне влезут в душу, и тем более, когда в нее плюют. Физикური ტკივილი არაფერი არ იყო ჩვენთვის. აგენტი ვარ მაშინ. არა, ვისაც კი შეიძლება. აი ეს იყო ის რაც ჩვენ შინაგანად გამიცადეთ, ყველა ჩვენთაგან შიგნით ვიყავით, გარეთ ვიყავით თუ სხვაგან ვიყავით. მე ვფიქრობ რომ არანაკლები ტკივილი განიცადეს იმ ადამიანებმა, ვინც იმედის გარეთ იდგნენ, იმ წამს და არ იცოდნენ შიგნით ყოფები რა დღეში იყვნენ. რომლებმაც პირველივე სიგნალზე, როდესაც თქვენს რომ შემოდიან და ეს მუმიაში არის კადრები, როდესაც შავი ხოჭოები ამოდიან, ხო, აი, როდესაც აი შემოვიდნენ და გაშავდა, გამწვანდა, გაურჯდა ფოიე და ვინცად გავბოდით, ვინცად აი მე არ მოვხვდეთ, მაგრამ მე რომ მივხვდით, მოვხვდეს, მაგრამ ნუ კარგი ბოლომდე აქ ვიქნებით და არ წავალთ. და აი იქიდან გამომდინარე, ყველას მობილურები ჩამოგვერცვა ეს დანაშაული ადამიანის უფლების შეზღუდვა, მე რამდენად უკვე რატო ჩამომართეს მობილური, რატო არ მოხდეს საშუალება ახლობლებთან დარეგვის. ალბათ იმიტომ რომ უნდა ვეცემეთ კარგად გემრიელად. ოფიციალური ვერსიით თქვენ ყისიერ საფრთხეს შეიცავდით ისე რომ. ყისიერ საფრთხეს შევიცავდი მე გასაგებია. მე როდესაც გავდიოდი, მე ვერსია მოსმენია. კორიდორებში ზუსტად გავდიოდი, სად გამაჩერეს და მე აღმოჩნდი უცბად დაპატიმრებულებში. ელიტარულ დაპატიმრებულებში აღმოჩნდი ბატონი ზვიადის გვერდით, ბატონი კახაბუკავა იყო, ნანა ლეჟავა, პაატა ჩახნაშვილი და ფიქრობდი, ფეოლა გამახსენდა რა ხალხში მაქვს საქმე. შევეშალე ხო, არ ვიცი, ვიღაცა საზოგადო მოღვაწეები რაღაცა. მოკლედ სანამ ამაში გაერკვნენ, კითხვის დასმის საშუალება, რომ კითხვის დასმა რომ მინდოდა ეგრევე გინება მოდიოდა და მე ალბათ იმათაც აგინეს რომ არასწორი პიროვნება დააკავეს, არ ვიცი. გამოგვიშვეს გარეთ და გარეთ დაიწყო ჯოჯოხეთი. მეორე ჯოჯოხეთი უბრალოდ. იმიტომ რომ ეს იყო სრულიად გაუგებარი რამ. კარგი მესმის რომ ადამიანი არის ურჯულო და არ ვიცი მას ქართველი არ ქვია რომელიც მიცვალებულის კუთხეს ჩამოაგდეს და ფეხებით გაცელავს. ხომ ჩვენი ჟურნალისტის სონის კუთხე იყო იქ და ყველანი პატივსცემდით ამ ადამიანს და ეს და გარეთ რო გამოვედით უკვე ცოცხლებს დაგვეცეთ. უკრა პატარ მასკნეს და ვერ მივხვდით რა იყო გარეთ. რა მოხდა? გავყოს ორ ნაწილად ყველანი, ნაწილი კინოსტუდიის მხარეს დაუშვეს, ნაწილი ლუბლიანას მხარეს. თბილისი
სინათლის ქალაქია და რატომღაც 5 წლის განმავლობაში ლუბლიანა იმ დროს იყო მარტო ჩაბნელებული და სრულიად გაუგებარ სიტუაციაში მოვუხდით. იმედში იყო დაუნდობელი დარბევა, პრინციპში ამის შესახებ არაერთხელ მოგვისმენია ყველას. მე მინდა კითხო შენ პირადად, შენთვის რა არის 7 ნოემბერი? ეს თარიღი ჩაიწერა აშკარად საქართველოს ისტორიაში. მე 9 აპრილი გვაქვს სხვადასხვა თარიღები. 7 ნოემბერი ჩაიწერა. აი ეს რისი დღეა? საბედნიეროდ რაღაცა დიდი ტრაგედიები ადამიანური ტრაგედიის და სპორტის გარეშე დასრულდა ეს ყველაფერი. თუმცა ჩაიწერა ეს თარიღი უკვე. მე გეტყვი აი რა თარიღია ეს შენთვის პირადად? ღირსების დღე არის ალბათ. ან აღდგენის დღე არის, ან შელაფრის დღე. ალბათ ორივე ერთად. მოდი ზურა მანჯავიძეს და მოუწოდე. უბრალოდ კი ეხლა გადავწყვეტ დროს მაგითხრა ამჯერე მიკროფონი. უბრალოდ ერთ ვიტყვი რომ არა მარტო იმერთან დაკავშირებით, აი რაც ვიტყვი რომ ხალხი ცოტა იყო თუ არა. მე რამოდენიმე დღეა სპეციალურად ინტერნეტში გვაქვს ყველას კონტაქტი და ჩემი სახელი და გვარი გადავიკეთე ყველგან სადაც კი ვარ და დავიქე მახსოვს 7 ნოემბერი. და დავიქე ქართულად და რუსებით მეკითხებოდნენ, რა გიწერიაო, ვერ ხვდებიო და რუსები, მე ხო აგენტი ვარ, თუ რაღაცა. ხო და ათასობით ადამიანი, ეს ინტერნეტი საქართველოს წლიან ტერიტორიაზე. მე არ მინახავს, არ მოუწერი ადამიანის რომ აუ კაი რა 7 ნოემბერი. და წერდნენ სხვადასხვა ქალაქებიდან და ეს არის ყველა მე მგონი. ყველა ჩვენთაგანი. რომ ჩვენ უბრალოდ ვერ ჩამოვდივართ ახლა. თორემ კონკრეტის გზნობა არის იმაზე უფრო მეტი, რაც იყო. ზურა მანჯავიძეს მოусმინეთ, ზურა თქვენი კოლეგებისგან გამიგია არაერთისგან, რომ ისინი ადრე გადიოდნენ მიტინგებზე, მხარს უჭერდნენ ოპოზიციას და ეხლა აღარ გამოვიდნენ მიტინგზე, იმიტომ რომ დაკარგეს ოპოზიციის ნდობა. თქვენ ესე იგი აი შემოჩით ოპოზიციურ მიტინგებს ბოლომდე. არ გადიოდა მე მგონი ისევ დადის და ჩემ კოლეგებს რაც შეეხება და ჩემ კოლეგებს გვეცაული მისცემია ძალიან მტკივნეული ჩემთვის და ჩემთვის ალბათ ტრაგედიის დღე იყო პირველ რიგში და ეს იყო ღირსების და უღირსების შეჯახების დღე. სამწუხაროდ მოდი ეს რაღაცა ტენდენცია წამოვიდა, ყველა დამარცხება რაღაც გამარჯვებას უნდა გამოვაცხადოთ აუცილებლად. 7 ნოემბერს, შარშან 7 ნოემბერს უღირსობამ გაიმარჯვა ღირსებაზე. და ყველა ეს ადამიანი, ვინც იქ ვიყავით ბოლომდე, ესეთი ის ჰქონდა ერთმანეთთან, რომ არ გაგვიმეტებენ ჩვენი ძმები. აი ეს იყო პირველი ბოლომდე შემიძლია დავიფიცო რა, მე ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემ ქვეყანაში გაზრდილი ხალხი ესე გაიმეტებდა საკუთარ ხალხს. და ეს იყო უღირსობის გამარჯვება და მე ერთიმაც ადამიანები და არ ვქვა 7 ადამიანი რო ერთ სულთანს და თავში წეხლებს სულთანს, თუ გინგებს სულთანს რაღაცა ის მოღალატ მართლა ის რო იყოს, აი გადამთიელი ვიღაც, მტერს არ უნდა გაუკეთო ეგეთ რაღაცა, ხო? ეს აი ეს იყო ღირსების გათევლა ჩემთვის. პრაქტიკულად ბოდიში მოიხადა 7 ნოემბრის. მე ერთ-ერთი არ გამიგია ბოდიში. ადამიანისთვის რომელსაც უშუალოდ შეურაცხყოფა უბრალოდ რიგით მოქალაქე ბოდიში შეცდომები ქონდა, შეცდომა არ იყო, ეს იყო დანაშაული. იმის შემდეგ დანაშაული იყო. არჩევნები დაინიშნა, სხვა შეიძლება ყველაფერი ბოდიში შეიძლება მოიხადო რაღაცა შეშემთხვევით ხელი დამოკავით ფეხი დაგიდეთ რაღაცა. ეს იყო დანაშაული. დანაშაული თუ იყო, უნდა დაჟილიყო. ვინმე გინახავს დაჟილი ამ 7 ნოემბერთან დაკავშირებით? ვინმე გადამეტებულ ძალაზე მაინც, გადამეტებულ ძალაზე ვინ დაიჭირეს? ის ხალხი დაიჭირეს. ისე ხო რა კაი 400 ლარად იმისი არ იყოს ზუგდიდში რომ გალახეს ხალხი. და 400 ლარიანი და სიამოვნებით 400 ლარს კი არა ფულს ვისესხებ და ძალიან რაც შემეძლება ყველაფერს გადავიხდი რომ იგივე გავუკეთო ხოლმე ხანდახან ისე ჭკუაზე ვდგები. რას ქვია 400 ლარიანი ჯარიმა ღირსების შესალახად ეს ვინაწონა ეს საერთოდ. დისციპლინარულ ჯარიმაშველის იმას ხალხის ეკიცემას. აი ზღვარი სადა ძალიან ბევრი ამის განმავლობაში ჟურნალისტიკის პოლიტიკაში და ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ჩვენთვის 7 ნოემბერი. ყველანაირი გაგებით. შეიძლება ვთქვა, რომ ხელისუფლებამ ბოდიში მოიხადა ერთ ნამდვილად გასაუბრებელი არ მომისმენია მის მხრიდან ბოდიში, მაგრამ ბოდიშის ყველაზე ნათელი გამოხატულება იქნებოდა იცი რა ნინო, თუ ხელისუფლება აღარ მიიღებდა მონაწილეობას შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში, აღარ მიიღებდა მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში. აი შეიძლებოდა ახმული ყოფილიყო როგორც ბოდიში. ხოლო რაც შეეხება ზოგადად 7 ნოემბერს და რაც ნიშნავდა ჩემთვის პირადად ჩემს ცხოვრებაში 7 ნოემბერი
ფაქტობრივად აღმოჩნდა დასასრული რაღაცის, რასაც შეიძლება ძალიან დიდი ხნის შემდეგ, ან მოკლე ხანში ძალიან დიდი სარგებელი მოედანა საზოგადოებისთვის. იმედის არსებობა მარტო ზოგადად იმედისთან ეს კონკრეტული ტელეკომპანიის დახურვას არ ნიშნავდა. საქართველოში იწყებოდა ჟურნალისტიკის ახალი ეტაპი, ზოგადად აი ახალი რელსების ჩამოყალიბება. ანუ გადმოდიოდით ესე რაღაცა პოსტსაბჭოს არქივიდან გადმოდიოდით უკვე რაღაცა აბსოლუტურად სხვაში. და ჟურნალისტიკის ახალი ტალღა პრინციპში ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაკლა. ჩაკლა, იმიტომ რომ ამის შემდეგ სატელევიზიო ჟურნალისტიკა ფაქტობრივად გაჩერებული იყო, გარდა თქვენი ერთადერთი აღზრდა შეიძლება მაგიაზრის მოწმობა. არ მაქვს საუბარი პრესაზე, რომელიც აზროვნებად ასევე შეუქმნეს ძალიან ცუდი პირობები სამუშაოდ, გარდა იმისა, რომ გაუძვირეს და ასე შემდეგ, ის უბრალოდ აღარ აქვს გამოწვეული.